დიდი რჩქინა, დიდი მენსარუადო. კანკალეშა, ფიქრენგ ნამდა. მოთხილაფაუკო, ვადმოჭყორდანინი. თიშა ნიუ-იორკ მასცი ბექა. რო დაურეკავდა ეთყი ბექა ყორში ახარო, გასაგებია, გენცვალე გაგითიშავს. ბიძინა. ბიძინას. ხოცი ვარ. ამას ამოვჭრით. აი არ მოსულა ეხა ამაზე ხუმრობა რა. ამ რეალობაში გამორიცხო. ო, კარგი რა. აი უნდა მოუძებნოთ რაღაც ისეთი, რაც ყოველს გვაერთიანებს. არა, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. მაშინ შენთვის უდე ამბავი. სახეს ვერ ვასწორებ. კი, მიდი მიაწექი. სანამდე შევძლებ და რა რესურსიც მაქვს. აი ბოლომდე აი ლიმონივით გამოწურავ საკუთარ თავს. ჩემი ქვეყნის გარეშე მე არ შემიძლია ცხოვრება. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება? ხანდახან წითლდები ხოლმე. აი არასდროს არ წაიშლება ჩემი გონებიდან და მეხსიერებიდან. სიყვარული თუ არის ერთი ნახვით არის. აი ეს გადაცემა რო დასრულდება, მე ვაქოთ რა 10 წუთი ერთმანეთს. გადასარევი ზონდერი ბავშვი. მოგესალმებით, ეთერშია YouTube არხი მისმინე. ეს არის გადაცემა ვიკასთან და აქვე რა თქმა უნდა გითხრათ, რომ ყველგან შეგიძლია გვიპოვოთ YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე და დაგვაფოლოვეროთ, გამოგვიწეროთ, დააკომენტაროთ. ეს ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენი არსებობისთვის არის მნიშვნელოვანი, ასე რომ თუ მოგწონთ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მნიშვნელოვანია რომ თქვენც დაგვეხმაროთ და იაქტიუროთ. ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი არის ბექა ყორშია. გამარჯობა. ის მიხარია ბექა, სახეს ვერ ვასწორებ. მე უფრო მიხარია სხვათა შორის რომ დაადგა ამ ამბავს საშველი. ხო და მართლა თქვა ეხა საჯაროდ ძალიან ბევრი რომ აწვალე. არა, გადაცემაში მოსვლა რომ ახვეწნინე და რამდენი ხანია რომ მისხლტები ხელიდან და ამიხსენი საჯაროდ რა იყო ამის მიზეზი. არა, შენ ძალიან კარგად იცი ამის მიზეზი რაც არის, მე არ მიყვარს ზოგადად გადაცემების სიარული. რომ მიყვარდეს, ვისთან მივიდოდი თუ არა შენთან, ვისთან მოვიდოდი თუ არა შენთან, ხო? ნუ საბოლოო ჯამში მაინც გადაწყდა ეს ამბავი, იმიტომ რომ ნუ ჩაწერები კიდე ოკეია, მაგრამ აი ლაივში სტუმრად მისვლა ჩემთვის არის ჯოჯოხი. ანუ ახ ტელევიზიაში არ ვხვიდოდი. რაღაცა გადაუდებელი თუ არა, ლაივში შანსი არა. ეს არის აი ძალიან დიდი იშვიათობა, იმიტომ რომ არ გამომდის, არ გამომდის გადაცემა ლაივში. ხო, მაგრამ იქ მე კითხვებს ვამ, მე იქ არ ვარ რესპონდენტი. ნაკლები ვალდებულება მაქვს, არა, ნაკლები ვალდებულება როგორ არის ახლა, რა თქმა უნდა, კითხვების დასმასაც უნდა თავისი შნო და უნარი. მაგრამ ნუ რესპონდენტად ყოფნა კიდე სხვა არის, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი. სხვათა შორის მესმის, რასაც ამბობ, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან უჩვეულო ამპლუა. ეხლა რომ დავფიქრდით, მეც არ დავდივარ ახლა გადაცემებში როგორც რესპონდენტი, რო გითხარო თავს ძალიან კომფორტულად გრძნობ, როცა დავდივარ. მაგრამ მაგრამ შენ წესით ეს პრობლემა არ უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შენ გაქვს საოცარი უნარი სპონტანურობის. ნუ ამას ახლა ტელევიზიით და გადაცემებში ხო ნახულობს და შენს Facebook-ზე მაყურებელი, მაგრამ იქ კიდე არ ჩანს შენ ამდენად ნიჭიერი ხარ და მე ყველას ამას ვეუბნები, რომ აი ლაივში ვიკა ბუკია არის ნიჭიერების ზეიმი. ოღონდ სიტყვას არ ვაჭარებ ხა. ბექა. მართლა ასე ვფიქრობ. და მე სპონტანურობა არ მაქვს და ის თავისუფლად ცურვაში შესვლა ყოველთვის მაღელვებს და მანერვიულებს. შენ ხარ ძალიან თვითკრიტიკული ადამიანი და წეღან სანამ დაიწყებოდა გადაცემა სხვათა შორის თქვი რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი და ყველა ის ადამიანი რომლის რაღაცა პროდუქტი მომწონს, რომლის მუშაობა მომწონს, რომლის არ ვიცი შემოქმედება იქნება, სიუჟეტი იქნება, ყველა ნიჭიერი ადამიანი ჩემთვის არის თან დაყვება ეს თვითკრიტიკულობა, იმიტომ რომ ჩემთვის აი ეს ორი რამ, ნიჭი და თვითკრიტიკულობა თანაცხოვრობს იდეალურად და შენ ხარ შევიფერო? შეიფერე, შენ ხარ ამის ნათელი მაგალითი. მე შენზე ნიჭიერს და შენზე თვითკრიტიკულს არავის არ ვიცნობ მართლა. ქოცინათესავები ყავს? როგორი ნიჭიერებაზე გამახსენდა ქოცინათესავები. ისიერი გადასვლა იყო. არა, ეხლა ქოცინათესავები, რა თქმა უნდა, მეყოლება, მაგრამ ნუ მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს, არა იმიტომ რომ ქოცები არიან, თქვათ, უბრალოდ არ მაქვს ეგეთი. იმიტომ რომ ნათესავები არიან. არა, ვიღაცები დარწმუნებული ერთი ორში შევამჩნიე რაღაცა დიდი სკეპსისი ზოგადად ჩვენი ამ ბრძოლისადმი და ეს დიდად არ მომეწონა, მაგრამ ბოლომდე ვერ მიტყდებიან ეხლა.
რომ კოცები არიან, არ ვიცი, ეშინია შეიძლება. შესაძლებელია კოცებთან მეგობრობა? ამ რეალობაში გამორიცხული, არა, ჩემთვის შეუძლებელია. შესაბამისად დაგიკარგავს მეგობრები? სიმართლე გითხრა, აი 2-3 წლის წინ მყავდა კოცი მეგობრები. 2 არა, 3-4 წლის წინ ალბათ მყავდა კოცი მეგობრები და ის კოცი მეგობრები დღეს რუსთაველის გამზერზე დგანან და აპროტესტებენ. რამდენიმე მათგანი დაჭერილიც იყო. აი, წარმოვიდგე. მე მეგონა ესა დაასრულებდი ამ წინადადებას, რომ მყავდა კოცი მეგობრები, მაგრამ მათთან ვეღარ მეგობრობ და არა, ხო, ნუ რაღაცნაირად ვემუშავე ამ ხალხს და ნუ ხა ვაჭარბებ თვითონ მიხვდნენ და იმიტომ რომ ეს ჭკვიანი ნიჭიერი ხალხია, მართლა რომ უყვართ ჩვენი ქვეყანა და რაღაცნაირად იპოვეს თვით გამოერკვნენ, ასე ვთქვათ, ხო, ამ პოლიტიკურ რუკაზე და მიხვდნენ, სადაც არის მათი ადგილი. მათნაირი ადამიანების ღირსეული, კეთილსინდისიერი მოქალაქეების ადგილი დღეს არის რუსთაველს. და შენ აზრით რა ეხმარება ადამიანებს თვით გამორკვევაში? ძალიან ბევრი ადამიანი მიხვდა, მაგალითად, კობახიძის გამოსვლის შემდეგ, ხო, როდის იყო ნოემბერში. რომ გამოვიდა თქვა, რომ ეს უნდა შევაჩეროთ ევროინტეგრაციის პროცესი, ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ესე ზომიერმა კოცებმა საბოლოოდ ჩაიქნეს ხელი ქართულ ოცნებაზე და ეს ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა. ხოლო რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე კოცები არიან, იდეური კოცები არიან, მე მგონია, რომ უკვე რა თქმა უნდა ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ მეტი რაღა უნდა მოხდეს, მე მართლა ვერ ხვდები. რა თქმა უნდა, ისეთი ტენდენციაა, ხო, ავტორიტარული, რომ შეიძლება ბევრად უარესი რაღაცებიც მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ რაღაცნაირად ის არის რა, რომ აი დღეს თუ ვერ ხვდები, აი ამდენი ადამიანი ნაცემი, ამდენი ადამიანი აბსურდული ბრალდებებით ციხეში. დღესაც თუ იქ ხარ, სადაც თქვათ 1 წლის წინ იყავი, ან 2 წლის წინ. მაშინ შენთვის უდე ამბავი მაქვს. ხო. ხო, ნახდათ ასეა. ისა ხუმრობა ყველაფერზე შეიძლება? როგორ ფიქრობ? ხუმრობა, ეხა ვერავის ვერ აუკრძალავს რაღაცაზე არ უხუმროო, ხო? ერთადერთი ვისაც შეუძლია რომ აგიგრძალოს, ვთქვათ, ხუმრობა არის ისევ საკუთარი თავი, რაღაცაზე ხუმრობა, ხო? რაღაცა კოცებიც. კი ბატონო, კოცები, კანონები და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ კოცები და საკუთარი თავი. კოცები და საკუთარი თავი, კი ბატონო. კარგი ფორმულირებაა, იმიტომ რომ რაღაცა შინაგანი მორალური მუხრუჭი დავარქვათ, რომელიც რაღაც კონკრეტულ მე მქონია ეგეთ სიტუაციები, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ხვდები, რომ აი არ მოსულა ეხა ამაზე ხუმრობა რა. ესეც ამას გონებით ვერ მიხვდები ჩემი აზრით, ეს კანით უნდა იქცო. რაღაცა ნიჭია მე მგონი ესეცო. და ნუ ავია ჩემი საყვარელი ტელეწამყვანი ამერიკელი ჯიმი კიმელი ძალიან დიდ სკანდალში გაეხვა სულ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩარლი კირკი საზარლად მოკლა ექსტრემისტმა, ხო? მან თავის მონოლოგში აუგად მოიხსენია, კი არა, რაღაცა ნიშნის მოგებით მოიხსენია ჩარლი კირკის სახელი და ის მისმა ერთგულმა მაყურებლებმა მწვავედ გააკრიტიკეს. ამის შემდეგ მას მოუწია ბოდიშის მოხდა შემდეგ გადაცემაში, ხო? ანუ საჯაროობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ხო? ეს ხუმრობა იქნება თუ სერიოზული ნათქვამი, როდესაც ხარ საჯარო პირი, საჯარო ფიგურა, ასჯერ უნდა გაზომო და მე უნდა გაჭრა. კირკის მკვლელობაზე რა დაწერე შენ და როგორ უნდა გამოვეხმაუროთ ისე, როგორ ფიქრობ? მე არაფერი არ დამიწერია, რა ვიცი. ეს არის სწორი პოზიცია. არაფერი რო არ დაწერე? ანუ მე ხა რაღაცა საჯულის პოზიციიდან არ მინდა ვილაპარაკო, რომ ეს არის სწორი და ეს არ არის სწორი, მაგრამ ზოგჯერ არის, ხო და ზოგჯერ არის მომენტი, როდესაც ჯობია რომ საერთოდ არაფერი არ თქვა, ხო? აი ჯობია რომ გადააგორო ის 1-2 დღე. მაგრამ Facebook-ი ჩვენთან არის ძალიან ტოქსიკური სივრცე. იმიტომ რომ არ ვიცი ხა ეს დარჩება თუ არა, მაგრამ ზოგადად აი ეს კირკის თემა ქართულ კონტექსტშიც არის ხოლმე აქტუალური. როგორ უნდა აღიქვა მაგალითად იმ ადამიანის გარდაცვალება, რომელიც შენი მტერია, არ ვიცი, ვინც არ გიყვარს. მე სხვაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ საკუთარ თავზე დაკვირვები შემიძლია გითხრა, რომ ასე დროს ყოველთვის ვამჯობინებ ხოლმე სიჩუმეს და არაფრის თქმას. ეს არის ჩემი დამოკიდებულება ინდივიდუალურად. სულ ეს მესმის ბოლო პერიოდში, რომ ადამიანები არიან სტრესის ქვეშ, შენ გაქვს რამე, არ ვიცი, რაღაც მეთოდი, თუ როგორ უნდა გაუმკლავდა სტრესს, შენ როგორ უმკლავდები სტრესს? მეგობრები ალბათ, მათთან ლაპარაკი, რაღაც აზრების მიმოცვლა, გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან თერაპიული, ძალიან მეხმარება
და ძალიან მეხმარება ვთქვათ ამ ხა კი გავლანძღეთ ჩვენი Facebook სივრცე, მაგრამ აი შენერი ადამიანები, რომლებიც ჩაწერენ ვიდეოს, ვთქვათ, რაღაც ძალიან ტკივილიან სათქმელს გადმოსცემენ იუმორით და ეს რაღაცნაირად გახალისებს ცოტა, იმიტომ რომ მართლა რთული და სტრესული პერიოდი გვაქვს რა, ურთულეს ფაზაში ვართ, გარდამტეხ ფაზაში ვართ და ყველა იმ ადამიანს ვაფასებ, ვინც ოდნავ მაინც ცდილობს, რომ ეს სტრესი, რაც რაღაცა ლოდივით, უმძიმესი ლოდივით გვადევს თავზე, შეგვიმსუბუქოს და შენ ხარ ერთ-ერთი ასე. ჩემთვის შენ ხარ და მოდისთვის მე ვარ და ასე შემდეგ. მე უნდა გავაძლიეროთ რა ვქნა. მე ხა ეს გადაცემა რო დასრულდება, მე ვაქოთ რა 10 წუთი ერთმანეთს. იცი, ხარიბაშვილი აკადემიკოსი რო ვერ გახდა ვისი ბრალია? მე მაგ პროცესში ჩემი წვლილი შევიტანე და გავისარჯე ძალიან, რომ გამხდარიყო აკადემიკოსი და მე მგონი თვითონ არ მიყვა ამ ამბავს ბოლომდე, არ მოისურვა შემდგარიყო ნამდვილ აკადემიკოსად. არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ აკადემიაში, მეცნიერებათა აკადემიაში ეს ოქროს ზოდები და ოქროს ბრელოკები არ იღება და ამიტომ შეიკავა თავი, არ ვიცი. სხვა შორის იქ იმ ვიდეოში მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი დაჟინებით მთხოვდა, რომ იქნებ 5 წუთი შემახვედრო ირაკლი ღარიბაშვილს. ეს მომავალ დღეებში 2 საათიდან როსაგნებავს იმე 5 წუთი და შეხვდება მას, რა ერთ საკითხს მოუყვებოდი აკადემიაში 5 წუთი მეტი არ ვჭირდება მე. აი ხა აქვს 5 წუთის და 1 საათის და 2 საათის და ძალიან დიდი დრო და შეგიძლიათ მიაკითხოთ, მაგრამ არ მიაკითხავთ. ეხლა არ მიაკითხავს, იმიტომ რომ ღარიბაშვილი მაშინ მოსწონდათ ქოცებს, როდესაც მას ჰქონდა თანამდებობის ქარიზმა, როდესაც ეს გამოეცალა ეს თანამდებობა, ეს ქარიზმაც დაკარგა. უცებ დაკარგა. კი, ეგრევე. აი წამში პაუგურს როგორ სინამდვილეში ეს ემუქრება ყველა ქოცს პოლიტიკოს სინამდვილეში, იმიტომ რომ ისინი ბიზნეს გარეშე, ისინი ძალაუფლების გარეშე და ძალაუფლებასთან სიახლოვის გარეშე არ მნიშვნელობენ. ისინი არაფერს არ წარმოადგენენ. ბიზნეს, თეატრი, სასცენო ბუტაფორიებია, გადადგამს ეს კაცი, გადმოდგამს ერთობა ამ. და თან რა, ხო შეიძლება რომ რაღაცნაირად აი პატარა პაუზა აიღონ, აი ცოტა მაგ ლავირებას რაღაც დრო ხო ჭირდება, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვარდა, მის გინებაზე რომ გადადიხარ, აი ცოტა რაღაცა ნელ-ნელა ქნა რა. წარმოუდგენელია, აი უცებ. ეგრევე დაიწყეს ლანძღვა. ეგრევე დაიწყეს, იმიტომ რომ ესენი არ ვიცი, ნუ წარმოუდგენელია რა. ნუ ისიც მახსენდება ხა თორნიკე რიჟვაძეს რო ესეთი ტრაგიკული რაღაც შემთხვევა და მისმა, რა ვიცი, უახლოესმა მე მგონი თანამებრძოლმა ასლან ლორთქიფანიძე თუ სწორად მახსოვს, Facebook-იდან წაშალა. ფოტოები გააქრო. ყველა ფოტო სადაც და მაგის ფოტოები სულ ეგ იყო. თორნიკე რიჟვაძეს და ყველა იმაში პოზაში გადაღებული ფოტოები. წარმოუდგენელი. ნუ ეს არის სინამდვილეში ქოცობა რა. საშინაო საზარელია, ჯოჯოხეთი, აი საშინლად. აი დიდ უხერხულობას იწვევს ჩემში, ხანდახან წითლდები ხოლმე. ნამდვილად. პრანკზე სულ მახსენდება შენი რეპორტაჟები და ვინც არის ეს აი დედაჩემს როგორ აუხსნიდი რა არის პრანკი? ხო, პრანკს აქვს ძალიან ფართო დეფინიცია და ფართო გაგება და ახსნა, ბევრი შეგვიძლია ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ კონკრეტულად ჩემ შემთხვევაში რა იყო პრანკი, ხო და როგორ მივედი საერთოდ აქამდე. რაღაც მომენტში აი მუნიციპალიტეტების მერებმა, მათმა მოადგილეებმა, მათთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა გადაწყვიტეს, რომ ჩემს კითხვებს ლაივში პასუხი არ უნდა გასცენ რა. რაღაცა გარბოდნენ, მანქანაში ხდებოდნენ და ესა, კარგად მეყოლე რა და რჩებოდი ესე ხახამშრალილა. მე ეს დევნა და ესიც არ მიყვარს ახლა ეს უნდა გამოიკიდო, აზრი არ აქვს თან. აზრი არ აქვს არანაირად და ამიტომ გადავწყვიტე რომ ესენი დამესაჯა. და ეს არის დასჯის ინსტრუმენტი სინამდვილეში. ანუ ეს უცებ მოიფიქრე ესე, ანუ ამ ხო, ანუ რო არ გიჩერდებოდნენ ამან გიბიძგა. ხო, ანუ როგორ უნდა გაიგო რაღაც ინფორმაცია, ხო? მე რო დაურეკავდა ეტყვი ბექაყორში ხარ, რომ გასაგებია, გენცვალე გაგითიშავს ეგრევე და უნდა უთხრა, რომ ქოცი ვარ, ოღონდ შენზე ბევრად უფრო მაღლა მდგომი რა, ამიტომ დამემორჩილე და ეხლა რასაც გეტყვი, ყველაფერი მითხარი. და ესე ვაფქვევინებდი ხოლმე ამ კორუფციულ სქემებს და მე ვეკითხებოდა კომპეტენცია, კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კომპეტენტურები იყვნენ იმ საკითხებში, რასაც შეეჭიდნენ, თქვათ, რაღაცა ხან ტენდერი იყო, ხან ის იყო და რაღაცნაირად კარგი აღმოჩნდა რა, კარგად აჩვენა ამათი სახე საბოლოო ჯამში. ანუ რო შევაჯამოთ პრანკი ჩემთვის აღმოჩნდა გამოსავალი ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში.
ეს იყო პრანკი. და მახსოვს სხვათა შორის აი ეს გუთენ ტრაკენის დროს სწორედ ვამბობ, ხო? გერმანული მეთოდით შემდინარეობს, გუთენ ტრაკენის მეთოდით შემდინარეობს ამ შემეკლობა. გუთენ ტრაკენის დროს ხო გადათხრილი იყო მთელი წერეთელი და რაღაც მომიწია წერეთელზე გასვლა და ეს მესმოდა გუთენ ტრაკენი. მე მივედი ერთი კვირის შემდეგ. უბრალოდ მაინტერესებდა როგორ გაკეთდა და რა გაკეთდა, რომ ჩავიარე. ყველა მეუბნებოდა მადლობას, ანუ იქ მაცხოვრებლები. შენ ვარ არ გაიხსნებოდა და გაუმარჯოს გუთენ ტრაკენს. და როენ მეტრეველის პრანკის შემდეგ ხალხი რო წერდა, რომ ამ ხნის კაცი როგორ ჩააგდო ამ დღეშიო, შენ რას უპასუხობდი? და საერთოდ რას პასუხობდი? არ პასუხობდი მაგას არაფერს. ჩათვალეთ, რომ აკადემია არის თქვენთან. გაიხარეთ. ამ კრიტიკას არ პასუხობ. სტრატეგიული დუმილი ავირჩიე მაშინ. სიმართლე გითხრა, მეც ვღელავდი მაგაზე, ოღონდ ვღელავდი სანამ ამ პრანკს გავუშვებდი ეთერში, მithქვამს ადრეც. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ჩაწერიდან არ გამიშვია, იმიტომ რომ ვეკითხებოდი ჩემს მეგობრებს, ისეც, ასეც, მათ შორის ქოცისთვისაც კი მიკითხავს, რომ მეთქი აი ესეთი რაღაც გავაკეთე და ეხლა ცოტა ვღელავ. და მართლა ვღელავდი, იმიტომ რომ ხანშესული არის ეს კაცი, ხო და ღამეები არ მეძინა. მართლა, აი ნინი შეგიძლია კითხო, მე ღამეები არ მიძინია ამის გამო და მე ქოცებმაც კი მითხრეს, რომ ეს აუცილებლად უნდა გაუშვაო რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის და იყო გაბრაზებული. ძალიან ბევრი ადამიანს დაუნგრია ცხოვრება რა. ჩემთვის მე არ ვიცოდი საერთოდ ეს ამბები. მე სიმართლე გითხრა, დედაჩემმა მითხრა, რომ აი ესეთი კაცი იყო და მე ჩამრჩა ეს ძალიან გონებაში, იმიტომ რომ დედაჩემი არ ერევა ხოლმე ჩემს არც Facebook-ზე და არც გადაცემებში და არაფერში და იშვიათად მაძლევს ხოლმე საერთოდ რჩევებს და რამ ერჩევას თუ მაძლევს, პირიქით მეუბნება, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინე რაღაცის კეთების დროს დაეტყობა იმ ამბავმა ძალიან გააღიზიანა და მე რო გამოვიკითხე, ყველასგან მქონდა დასტური, რომ კი მიდი მიაწექი. მაგრამ მე ძალიან ემოციურად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, ძალიან. ლევანი იოსელიანისთვისაც. ხო, ძალიან. ლევანი მოკვდა. რამდენი კაცი გალახეს, ცემეს. ხო. მოკლედ ლევან იოსელიანისთვის აღმოჩნდა უმძიმესი ამბავი, განცხადება გააკეთა კაცმა, რომელიც არაფერზე არ აკეთებს განცხადებას, გაგვლახენ, დაგვიჭირეს, გვცემეს და როინ მეტრეველი ხანში შესული კაცი არის. ამაზე ლევანსაც არ ჩამეთვლია სხვათა შორის სერიოზულად ეს ისა. მართლა არ ჩამეთვლია სერიოზულად, ეს ჩავთვალე, რომ ეს იყო პარტიული მესიჯი, რომელიც უთხრეს, რომ ეს უნდა თქვა, გამოვიდა და თქვა. გასაგები. და ყოფილა ისე შემთხვევა, როცა გინანია, რომ ვიღაცას დასცინე? ბოლო პერიოდში მე მგონი არა. ბოლო პერიოდში არა, მაგრამ რაღაცა ბავშვობაში ხო გვაქვს ხოლმე, რომ ვიღაცა შეიძლება ისე ცოტა სკოლის პერიოდში. სხვათა შორის მე შენ მოგბაძე. ქუჩის გამოკითხვა გავაკეთე, შემხვდა ერთი ქოცი კაცი, ასევე ხანში შესული. კი, რაზეც ამბობდა, ფანტასტიკურად გამოგივიდა. და სამსახურში რომ მოვედი, მეთქი ბექაყორშია გავაკეთე, მეთქი ვამბობდი, როცა ამ კაცს მე თვითონ ვკარნახობ, რაც უნდა თქვა. მეფეაო რო ეუბნები და კიო, მეფეაო რო იმეორებს. თქვით ნაღდი ქართველი. ნაღდი ქართველი. ან უნდა იყოს პრეზიდენტი, ან უნდა იყოს რა ქვია, მეფე. აი, ლაპარაკი. შნოები არიან. ეს მე თქვით უშნოები არის. ეგ განცდა მეც მქონდა, იცი, ეს რადგან ასაკოვანი იყო და თან და მივხვდი რას, რომ შეიძლება და მე არ გამეშვა და შენ უნდა გაგეშვა, იმიტომ რომ ჩემი რესპონდენტი არ იყო პრეზიდენტი აკადემიის და არ ქონდა მას პასუხისგებლობა. კი არ გამშვიდებ ახლა, მაგრამ არსებობს რაღაცა კონტექსტი და მდგომარეობა, როცა უნდა თუ კი პროფესიონალი ხარ და შენ საქმეს პასუხისგებლობით ეკიდები, შენთვის თავარი უნდა იყოს, რომ ეს დანაშაულზე არის, ხო, საუბარი? ხო, მე მინდოდა, ანუ პოლიტიკურ კორუფციაზე, ხო, პოლიტიკურ კორუფციაზე ალაპარაკი და მე მინდოდა, რომ ხალხს ეს ენახა, რა, ძალიან მინდოდა ეს ენახა, იმიტომ რომ რაღაცა საბოლოო ჯამში იმიჯურად ზუსტად აიხსნა, რას ნიშნავს ქოცობა. ხო და გამშვიდე ხო ცოტა. ძალიან თერაპიული იყო მართლა. ჟურნალისტად მიიჩნევ თავს? ჟურნალისტი რა თქმა უნდა ვარ, კი ბატონო. შეიძლება ატიპიური ჟურნალისტი, მაგრამ
მაინც ვარ, ხა იმდენად რამდენადაც ჩემი მიზანია, რომ ამბავი მოუყვე ხო და რაღაცა სიმართლე და მხოლოდ სიმართლე უთხრა მაყურებელს და ამ თვალსაზრისით თავს თვლი ჟურნალისტად და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ცხადია. უბრალოდ ალბათ არ არის სასიამოვნო ფაქტი ის, რომ აი ჟურნალისტობასა და აქტივისტობას შორის რაღაცა ეს ზღვარი ძალიან გაიბლარა, ძალიან ბუნდოვანი გახდა და ეს ჩვენი ჟურნალისტების ბრალი არ არის, ეს არის საბოლოო ჯამში ქართული ოცნების ბრალი, ასე ვიტყოდი. და აი ჟურნალისტი უნდა იყოს ობიექტური? აი როგორ უნდა გააშუქო მაგალითად, არ ვიცი, მზია ამაღლობელის დაკავება, ნინო დათაშვილის დაკავება, ანდრო ჭიჭინაძის დაკავება. მე ვიცი ხა რას მიპასუხებ. მოხარშულს გიცნობ უკვე. მაგრამ აი რაიმად რას იმას მიპასუხებ, რომ როცა ხა გვცემენ, გვირტყამენ და როცა გვაუქმებენ, უნდა ვიყოთ აქტიურები, ხო? ახლა რაღაც იმას ვერ გააშუქებ შეგმე. მაგრამ აი არსებობენ მაინც ჩვენ შორის მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საყვედურ ნარევი ტონით ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ აქტივისტები, მაინც ჩვენ ჟურნალისტები უნდა ვიყოთ და არ არის საჭირო რომ რუპორით დარბოდე, აქციაზე იდგე, შენი საქმეა კითხვები დასვა. ვიღაცები ამბობენ. თუ სახელობითად ვთქვათ მაშინ და განვიხილოთ. ვამბობ? არა. ხო, მაშინ რა გიპასუხო არ ვიცი. ზოგადად ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ობიექტურობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ობიექტურობა არ გამოდის, ნაკლებად სუბიექტურობა არის გამოსავალი. მე ასე ვიტყოდი. ანა კორძაია სამადაშვილს გადასარევად აქვს ნათქვამი, ობიექტური მხოლოდ მკვდარი შეიძლება იყოს, ხო? მე ამ აზრს აბსოლუტურად ვიზიარებ. ჩვენ ვართ ყველანი ინდივიდები და გინდა არ გინდა, მაინც რაც არ უნდა მშრალად ეცადო აზრის და ფაქტის გადმოცემას, მაინც შეიძლება სადღაც სუბიექტურობა გაგეპაროს. ამიტომ ვამბობ, რომ ნაკლები სუბიექტურობა ტრადიციულ და სტანდარტულ ჟურნალისტიკაში ძალიან პატივსაცემია ჩემთვის და ძალიან ვაფასებ. ბექა ემიგრაციაზე თუ გიფიქრია და ბევრი წასულია ემიგრაციაში და შენთვის ვინ არის ეს ხალხი? ნუ ემიგრაციაზე ალბათ ყველას უფიქრია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ერთხელ მაინც მოსვლია თავში აზრად ქვეყნიდან წასვლა. ხო, აქ არ არის მხოლოდ ჩვენს მხარეს მყოფ ადამიანებზე, ჩვენს ფლანგზე მყოფ ადამიანებზე. იმიტომ რომ ეს რა მძიმე პირობებიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეხებათ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც, მათ შორის. ძალიან ბევრია წასული, ხო? ამერიკაში, მექსიკით არის ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი გადასული ქართული ოცნების მხარდამჭერი. ამ ქვეყანაში კარგად გრძნობს თავს მხოლოდ რამდენიმე, აი როგორ თქვა, ბობოლა ქოცვის ოჯახი, რამდენიმე ათეული ოჯახი, კი ბატონო, ასეული ოჯახი. დანარჩენები ყველანი ვართ, ყველანი გრძნობთ რაღაცა ტიპის ჩაგვრას. ეს იქნება ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ასე შემდეგ და მრავალშრიანია ეს ჩაგვრა ხო სინამდვილეში. ამიტომ კომფორტული არ მგონია რომ ვინმესთვის დღეს აქ ცხოვრება იყოს. მე ესე გადაჭრით სასახად ემიგრაციაზე პირდაპირ გაგებით ემიგრაციაზე არ მიფიქრია, მაგრამ მიფიქრია ძალიან ხშირად სასწავლებლად წასვლაზე, 1-2 წლით, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. და სულ რაღაცნაირად ხინჯად მაქვს ხოლმე ის, რომ როდის უნდა გავაგრძელო სწავლა. შევაბერდი ამათ და როდის უნდა გავაგრძელო სწავლა. მაგრამ სასწავლის პინაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დაიდო მეორე პინაზე. და ეს არის სამშობლო. და ეს საერთო ბრძოლა, რაშიც ვართ. მე იმას არ ვამბობ, რომ ეხლა ჩემი წასვლით აქ ამ საერთო ბრძოლას რაღაც დიდი დააკლდება. არ ვარ საკუთარ თავზე ესეთ დიდი წარმოდგენის და საკუთარ შესაძლებლობებზე. მაგრამ ეს საერთო ბრძოლა რაღაც თვალსაზრისით ძალიან პირადული გახდა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ჩემი ნათესავები, ახლობლები ძალიან დაიჩაგრდნენ ამ ბრძოლაში. ბევრს ძალიან არასწორად, ძალიან ცუდად, ძალიან მტკივნეულად შეეხნენ და ამიტომ ეს ამ ხალხის დატოვება არის ძალიან დიდი დილემა ჩემთვის. ამიტომ ეხა მომავალში რა იქნება, ამაზე გადაჭრით, უბრალოდ ეხა ძალიან მიამიტური იქნება, ამაზე ლაპარაკი, ხო, მაგრამ სანამდე შევძლებ და რა რესურსიც მაქვს
აი ბოლომდე აი ლიმონივით გამოწურავ საკუთარ თავს. სწავლა ახსენე და არაბული სწავლა რატომ გადაწყვეტე ბექა? და საერთოდ მომიყევი სად ისწავლე და ამ ნაწილშიც საინტერესოა ვინც არ იცის. ჩვენ ვინც გვიყურებს, მე მგონი ყველა მიცის, დარწმუნებული ვარ. იმიტომ რომ სადმე თუ ყოფილვარ, რა ვიცი, Facebook-იდან, გადაცემიდან, იქიდან, აქედან ყველა მიცის რომ კარგად გივლია შენ ესე იგი. ადრე. კარგად მოუვლია ამას. ადრე გათავხედებული ვიყავ. ხო და ნუ არაბისტი ვარ პროფესიით, არაბული ენა მომწონდა სულ და მისი ჟღერადობა მომწონდა, რა თქმა უნდა, არაბული ლიტერატურა და არაბულმა ლიტერატურამ და პოეზიამ იმაღებინა ის გადაწყვეტილება, რომ ჩავემბარებინა თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, არაბისტიკის მიმართულებით. და ხო, ეგ იყო რა, ძალიან მიყვარს ეს პროფესია და არ ვნანობ რომ ეგ ჩავაბარე. ხო, მე გავაგზავნე ქუვეითში სწავლა, ვიყავი 18 წლის, ვიყავი 1 წელი, მე ჩამოვედი და 1 წელი გავაგზავნე უკვე მეოთხე კურსზე კაიროს სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეგვიპტეში. როგორ გახსენდება ეს პერიოდი? რა, ამ გადმოსახედიდან ახლად კბილად მახსენდება, მაგრამ მაშინ არ იყო მარტივი რა, იმიტომ რომ 18 წლის ვიყავი და მივიღე ძალიან დიდი კულტურული შოკი. აი, მაგალითად, სტუდენტი, როდესაც მიდის, თქვა, დასავლეთში, ხო, პირობითად ჩადის საფრანგეთში სასწავლებლად, ხო? ეს კულტურული შოკი შეიძლება გაგრძელდეს, ერთი თვე და ეჩვევი რა, ნაცნობი გარემოა მაინც საბოლოო ჯამში, ხო? და ქუვეითში, როდესაც ჩავედი, ეს კულტურული შოკი ჩასვლის დღიდან დაბრუნების დღემდე გრძელდებოდა. ყოველი დღე, ყოველი საათი, წუთი, საათი იყო ჩემთვის შოკი და შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენ ქართველებს გვიყვარს, იქ არის აკრძალული. ამას დამატებული, ალკოჰოლი პირველ რიგში. ღვინოს ვერ დალევ. კრიმინალიზებულია. ორად-ორი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ალკოჰოლი არის კრიმინალიზებული ხალხი. საუდის არაბეთი და ქუვეითი და ამ ორიდან ერთში მოვხვდი მე, ადამიანი, ვინც გიჟდები ღვინოზე და სასმელზე ზოგადად, შენ ეს იცი. ეგ რომელ წელს იყო? ეს იყო 2014 წელს. ხო და აი ეხლა რომ მოხვდე ქუვეითში 2025 წელს, ისეთი შოკი აღარ გექნება რა, აქედან რომ მოხვდე იქ. ხო, კი ბატონო. ამაზე მე კონტრასტიც არ იქნება. კი, არ იქნება ნამდვილად. იმდენი აკრძალვაა უკვე აქაც რო. კი ბატონო. ხო და კლიმატი საშინელი. მაგრამ ღვინოს არ აკრძალავენ, დანარჩენს ხო, არა, ღვინო ნამდვილად არ აიკრძალება და ის מחარებს ეს ამბავი. და ხო, კლიმატი, საშინელი კლიმატი, სიცხე, ჯოჯოხეთური სიცხე, ის გამოდიოდი ამ სტუდენტური საცხოვრებლიდან. აი როგორია, იცი, ლოდი, მძიმე ლოდი გაწევს თავს. ეს არ არის უბრალოდ სიცხე და ეს ლოდი მიგაქვს შემდეგ შენობამდე, შეაღწიო. და იქ არის კონდიციონერი ჩართული. და ჯოჯოხეთი იყო, ნამდვილი ჯოჯოხეთი და ხო, რაღაცა ისიც, ვთქვათ, რელიგიური თვალსაზრისით ახლა ქრისტიანულ კულტურაში გაზრდილი ახალგაზრდისთვის არ არის მარტივი ჩასვლა ქვეყანაში, რომელიც არის ძალიან ისლამური, ასე ვიტყვი. და 18 წლის ბიჭისთვის, რომელიც საკუთარი სურვილით მიდის ქვეყანაში, სადაც ყველაფერი აკრძალულია, მაგასაკში ვიდრე აი წავიდეს შენ სწორად აღნიშნე ეს და რატომ? იმიტომ რომ აი ხო მინდა რომ ამოხსნა შენი мотиваცია გარდა იმას. იმიტომ რომ განათლება უნდა, ეხლა როდესაც ხარ არაბისტი, რა თქმა უნდა ეზიარო იქაურ კულტურას, ტრადიციას, ცივილიზაციას ზოგადად ისლამურს. უნდა ყავდეს არაბი ლექტორი, კონტექსტი უნდა გესმოდეს, ხო, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტი, ხო და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თქვათ, ამ ტიპის ერთწლიანი ვიზიტი ქუვეითში, ხო, რომელიც ჯარივით მოიხადა, ეს იყო ეს ქუვეითი მოიხადა, ეს არის აღმოსავლეთმცოდნის ჯარი. მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მომცა ნამდვილად. კაიროს გამოცდილება ბევრად უფრო ლაითი იყო, იმიტომ რომ ქუვეითი რატომ არის ყველაფერთან ერთად ასეთი ჩაკეტილი, ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნები რატო არის ასეთი ჩაკეტილი. გარდა, ვთქვათ, ბევრად უფრო არ მინდა სიტყვა რადიკალური ვახსენო, მაგრამ რადიკალური რელიგიური გამოცდილებისა ეს ქვეყნები გაათამამა ბრჭყალებში ნავთობმა. ანუ მათ, ამ საზოგადოებებს ნაკლები ინტეგრაცია აქვთ, ვთქვათ, სხვა ხალხებთან, ხო, იმიტომ რომ ტურისტებიც იშვიათად ჩადიან, ვთქვათ, ქუვეითში, კატარში, ხო, ესეთ ქვეყნებში, ომანის სასულთნოში და არც ჭირდებათ ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნავთობი აქვთ.
და ეგვიპტე არის ძალიან ღარიბი ქვეყანა ამ თვალსაზრისით და ძალიან დიდი მოსახლეობაა. შესაბამისად, ის რესურსები, რაც აქვთ, ისიც არ ყოფნის და შედარებით გახსნილები არიან ტურისტების მიმართ. ხო, და ხა ეგვიპტეში შეიძლება შენც ხარ, ხო, ტურისტულად ნახო. ბევრჯერ ძალიან მიყვარს ეგვიპტე. ეს არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ქვეყანა და ნილოსზე ვიყავი, კრუიზი იყო ესეთი გემით. ეთფუ ესნა, ეს პატარა სოფლები მოვიარეთ, ჩერდებოდა ეს ნილოსის ლუქსორში ვიყავით, ასვანში ვიყავით და ვიფრინე. აბუ სიმბელსაც ნახავდი დიდი ალბათობით. და ვიფრინე აი ამ რაღაცა საჰაერო ბუშტით, რომელიც ესე მახსოვს გამთენიისას ეს ნილოსიდან მზე რო ამოვიდა, ნუ არ ვიცი, ეს იყო შოკის მომგვრელი და ამ სამარხებზე რო გადაანათა ალიონზე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა მახსოვს თავისი მოცეკვავე მე ქვის მთლელებით და ასე შემდეგ. და ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება რა არის შენთვის? მძაფრი მოგონებები ბევრია, მაგრამ აი ყველაზე მეტად რაც მახსოვს, რაც არასდროს არ წაიშლება ჩემი გონებიდან და მეხსიერებიდან არის, როდესაც მამა ჩემი იყო ზღვაში შესული, აღელვებულ ზღვაში და იხრჩობოდა და დედაჩემმა გადაარჩინა. დედაჩემი არის ფანტასტიკური მოცურავე. დღესაც 67 წლის არის და საოცრად ცურავს და უყვარს ეს დიდი ტალღები. აი ქობულეთში, როცა ჯადის ხოლმე, აი ისე არ გადის თუ აი აღელვებული თუ არ არის, კარგად აღელვებული და რო აფრთხილებენ რომ არ შეიძლება შესვლა, მაშინ უყვარს შესვლა ზღვაში და გადაარჩინა, გამოიყვანა დედაჩემმა და ეს იყო ძალიან ესეთი მახსოვს, რომ ადამიანი, საყვარელი ადამიანი, რომელიც და ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელიც გიყვარს და ის იღუპება, გადაარჩინა მეორე ყველაზე საყვარელმა ადამიანმა. და შენ უყურებდი ამას ნაპირს. მე ვიტირე და ყველა პატარა ბავშვი, პატარა ვიყავი ძალბაში. ბავშვობაში ზღვაზე სად დადიოდი ხომ სოხუმში? არა, სოხუმში მე რას ვესწრებოდი სოხუმს. ფაინად და საფლაკ. ბეკრამდენი წლის ხარ? მე ვარ 30-ის. კაი შვილო, გადავახდეთ ამას. მეგრულად კარგად ლაპარაკობ. სამეგრელოში გაკატარებული ბავშვობა ბექა. იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, სკოლა იქ დავამთავრე და ნუ ჩემი იდენტობის განსაზღვრელი არის საბოლოო ჯამში სამეგრელო. გიყვარს სამეგრელო? გიждები, ეს არ არის უბრალოდ სიყვარული. მე. ეს არ არის უბრალოდ სიყვარული. მაგიტომ დიდი მიზღნა. თიშან მიორქმასი ბექა. მეგრულად შეგიძლია ლაპარაკი ჩემთან? მეგრული როგორ არა? ართო სკვამ ნინა მიღუნადო მოთხილაფა უკო თენინას მშენდა თენინას რე დიდი რჩქინა დიდი მენსარუადო მოთხილაფა უკო ვადმოჭყორდანინი ქოდო ხანდახან როგორ უნდა ვთქვი ერთი წამით კანკალეშა ფიქრენკ ნამდა ჩქიმ ბაღანებს მოკო უჩქუდას მარგალურ ჯგირო აუცილებელია დო მამა ჭყორდუ ჭიჭე მაგრამ პრაქტიკა მოკო არდგურობა უკო ჩქინინას ვადმოჭყორდა ჭიჭე ვორდი ჩქიმ ბებდობა იჩიებდეს მარგალურო დო მაირო ვურჩქილეთ დო მიჩქუდ ჯგირო დო ასე ჭიჭე მაჭყორდუ მაგრამ ირფელს გუაკეთენკ ნამდა კიგიფშინე ხო და ძალიან ამას ვამბობ სრულიად არა მესმის და მეც აქვე გეტყვი სრულიად სერიოზულად რომ მართლა უნდა მოუფრთხილდეთ მეგრულ ენას ყველანაირად დიდარია ეს ქვეყანა და მათ შორის ლინგვისტურად ხო ჩვენ გვაქვს რა ვიცი 3 ენა ამ პატარა ტერიტორიაზე ხო ქართული, მეგრული, სვანური და რაღაცნაირად უნდა გაუფრთხილდეთ. შენარჩუნება ამ ენის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ იუნესკოს ენათა რუკაზე არის მითითებული მეგრული ენა, როგორც ცხადი საფრთხის ქვეშ მყოფი. ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება დღეს და ხვალ გაქრეს ეს ენა, მაგრამ ეს ტენდენცია გაქრობის შეიმჩნევა სამწუხაროდ და შეიმჩნევა რაში, ხო, რომ დღეს დღევანდელი მეგრული არ არის ის მეგრული, რაზეც ჩემი დიდი ბებია ცხონებული
ბარბარე ჭუჭბა გულურდავა ლაპარაკობდა, ხო? არა, ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, ხო? რაღაცა ლექსიკური ფონდია, ამ ლექსიკურ ფონდიდან სიტყვები გაედინება, ივიწყებს ხალხი, მაგრამ რაღაც ახალი სიტყვები შემოდის და რაღაც, მაგრამ ეს ბალანსი ძალიან არის დარღვეული. ეხლა მეგრელი რო ლაპარაკობს აი ზუგდიდში ფაქტობრივად ლაპარაკობს ქართულად. აი 70% არის ქართული სიტყვები. და ხობის ვარეთაში იჩიებუნა მარგალერო და ათა ზუგდიდარებ რეთ ხსირისტიანებ და ხობარებ ხვანერებ და ზუგდიდი იცი როგორ მიყვარს ჯერ ერთი ზუგდიდში გაზრდილი ვარ პრაქტიკულად იმიტომ რომ მაისიდან სექტემბრამდე ვიყავი ზუგდიდში ეს მეგრული აბა საიდან ვიცი და ჩემი აზრით ზუგდიდი არის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ქალაქი საქართველოში. ატარა ევროპული ქალაქი. მე ასე მგონია. გიფიქრია რომ რაღაცა ასაკში აუცილებლად ვიცი რაც უნდა თქვა. იცხოვრებ ზუგდიდში. ზუგდიდში შეიძლება არა, მაგრამ სამეგრელოში რომელიმე სოფელში აუცილებლად და ამაზე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ. და ხო, ნუ ჩემი მაშვილებმაც მინდა რომ მეგრული იცოდნენ. აი ხა ვლაპარაკობთ მეგრული ენის შენარჩუნებაზე და რა არის, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს ენა, ხო? უნდა ვილაპარაკოთ მეგრულ ენაზე. ეს არის მეგრული ენის. უნდა ჩავწეროთ მე და შენ რამე მეგრული ინტერვიუ. აუცილებლად გასაკეთებელია. რაღაცა ტელევიზიაც არის პატარა, მე მგონი, ინტერნეტ ტელევიზია გააკეთეს სამეგრელოში. ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან, აქციაზე იყვნენ და მე მთხოვეს რომ ჩამეწერა ეს ინტერვიუ მივეცი მეგრულად და მე დადეს ეს Facebook-ზე და ძალიან გამიხარდა ამგვარი აქტივობა ვთქვა და ხელოვნურად ვაცოცხლებ ჩემში ამ მეგრულ სიტყვებს ხანდახან აი მაქვს მეგრულ ქართული ლექსიკონი ინტელექტმა გამოსცა სხვათა შორის და ყოველთვის რა თქმა უნდა მაგრამ ზოგჯერ გადავხედავ ხოლმე ჩავხედავ ნახავ რაღაც ახალ სიტყვას ან სიტყვას რომელიც ერთდროს ვიცოდი და ახლა არ მახსოვს და ვცდილობ რომ ეს სიტყვა მე პრაქტიკაში გამოვიყენო საუბრის დროს სამწუხაროდ ეს შესაძლებლობაც იშვიათად მეძლევა. მე ხათაშარეს მიუხედავად იმისა რომ კარგად ვერ ვლაპარაკობ ისეთი იდიომები ვიცი მეგრული. არა შენ შემიმჩნევია კი მუნტურცი მილს აშკარხვალი აი უცებ შემიძლია. გენიალურია. ხო, შეძახილები. იდიომატური, აი ძალიან კაია. ვისი იუმორი მოგწონს ესე შენ? ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანის, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებსაც აქვთ თავიანთი შოუები და ასე შემდეგ, ვიღაცების განსაკუთრებით მომწონს და განსაკუთრებით ვაფასებ, მაგრამ არ ვიტყვი სახელებს ვიღაცებს რომ არ ეწყინოთ მე. მაგრამ შემიძლია გითხრა ვისი არ მომწონს. ძალიან ის რო არის რა ქვია TV იმედზე რო არის თემე გიორგი გაბუნია რომ მიყავს ეს იუმორისტული გადაცემა ჯოჯოხეთი და ის ვიღაცა რო შემოყავს ჯაბოვიჩი თუ კატასტროფა აი ეგ არ ვიცი მაგრამ აი გიორგი გაბუნიას ნახე 1-2 და ნუ ჯაი მიუღებელი ეს არის მიუღებელი არ მიჯერა არა გადართეთ ხალხო არ შეიძლება აი უხერხულობისგან რო ცუდად ხდები აი ეგეთი გადაცემა იქრინჯები მაგრამ და ისა ქართულ YouTube-ზე ვის უყურებ ვარ ვასო გაბუნიას ფანი ჩვეულებრივად. ყველა მისი ვიდეო მაქვს ნანახი. ვინც არ იცით ვასო გაბუნია ვინ არის, ჩაწერეთ მეგობრებო YouTube-ზე და ვერ მოწყდებით უბრალოდ ჩემსავით. გახდებით მიძღვნილები ამ გადაცემისადმი. 10 წლის შემდეგ სათხედავ შენ თავს უკოცა ქვეყანაში, იმიტომ რომ ხა კოცები თუ იქნებიან 10 წლის შემდეგ კუვეითში ვიქნებით ყველანი ალბათ. ნუ რაღაცა ტიპის ჯახში ვიქნები ალბათ ახალ ხელისუფლებასთანაც შესო. რაღაცა ტიპის ჯახში. იმიტომ რომ ნუ რა ვიცი ესეთი ადამიანი. შეიძლება ეს ასე არც იყოს და არც მოხდეს, მაგრამ რატომღაც ასე მგონია. კეინ ლოუჩი არის ჩემი საყვარელი რეჟისორი და აქვს ესეთი რაღაც ნათქვამი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ხელისუფლების კრიტიკაო ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულება არისო. და სრულიად ვიზიარებ ამ აზრს. ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა რომ იყოს კრიტიკულად განწყობილი ნებისმიერი ხელისუფლებისადმი. ხა საერთოდ იმაზე არ არის ლაპარაკი. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც მოქალაქე აფანატებს ხელისუფალზე. არა, გასაგებია შეიძლება მოგწონდეს ვთქვათ და პატივსცემდე მის პოლიტიკურ იდეებს და რაღაც ტიპის ის კონდეს, ხო? სიმპათია, მაგრამ ხო, ნუ რაღაც ეს გაფანატება ხელისუფალის ეს არის
ავადმყოფური ქცევა, რომელიც მას, ანუ ხელისუფალს უბიძგებს ძალიან ცუდი საქმეების კეთებისკენ და ჩვენი ბრალია სინამდვილეში, მოქალაქეების ბრალია სინამდვილეში ის რა რეალობაც გვიდგას ხო დღეს. ნუ იმიტომ აფანატებს ალბათ, რომ მაინც ყოველს თავის კონკრეტული ინტერესი აქვს რა, ანუ ზოგს ხელფასი, ზოგს შენ ხარ ესა დახელფასებული? ეს ვინ თქვა დახელფასი? აი ეს ახალი ლევან მაჭავარიანი. ზომიერად, ხო და აი იმ თემას რომ მიუბრუნდეთ, ხო, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყოს ფხიზლად მოქალაქე რა, რომ არ მივიდეთ, კი არა და აი ვართ უკვე ხო ამ ავტორიტარიზმში. ყოველდღიურად რასაც ხედავთ, ხო ეს პირბადეების გამო ადამიანების დაკავება, სრულიად აბსურდული ბრალდებებით ადამიანების დაკავება, ხო ხანდახან გეცინება ამაზე, მაგრამ სინამდვილეში აბსურდი თავის თავში არის ბოროტება, დიდი ბოროტება, ხო? მარკესი ფანტასტიურად აღწერს თავის რომანში პატრიარქის შემოდგომა აბსურდს და ტირანიას. როდესაც ავტორიტარი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს და საპასუხოდ არანაირი კრიტიკა არ ხვდება მას საზოგადოებიდან, რა დონემდე შეიძლება მივიდეს რა და დიქტატორი რა, ეს ტირანი საბოლოო ჯამში რა სწყვეტს ამ რომანში, ხო? ყველაფერზე თანახმაა, ყველაფერში მოყვება ეს ხალხი და ბოლოს გადაწყვეტს, რომ აი ამ აბსურდულობით დატესტოს საზოგადოების ემოციური მედეგობა და ღირებულებითი მედეგობა და რასაკეთა ის სრულიად აბსურდულ რაღაცას მოიფიქრებს, რომ დღეიდან 4 შაბათს ეწოდოს სამშაბათი. ყველა ვალდებულია, რომ 4 შაბათს უწოდოს სამშაბათი. ანუ აქამდე მიდის საბოლოო ჯამში, ხო ეს ავტორიტარის და ანონსში ჩავდებთ. ხო. დღეიდან სამშაბათს უნდა ეწოდოს 4 შაბათი. კი ბატონო, ხო. აი ეს აღვირახსნობა და ეს პირბადებიც ახლა რა არის? ეს ახლა ლიტერატურაა და უტრირებაა და ჰიპერბოლიზება რაღაცების, მაგრამ სინამდვილეში ამ რეალობაში ვართ თითქმის, ხო? პირბადეს ვაპატიმრებენ ახლა, ნუ ამაზე დიდი აბსურდი რა გინდა. მამა ახსენე და ამაზეც მინდა რა ორი სიტყვა მითხრა, რამდენი დიდი გავლენა ჰქონდა მას შენ ცხოვრებაში. და ამდენადვე ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმა არის მამაჩემის გარდაცვალება. და მასთან ერთად ბებიაჩემის გარდაცვალებაც, იმიტომ რომ შესაძ ვუთხარით ბებიაჩემს მეორე დღეს ეს ამბავი მამაჩემის გარდაცვალების შესახებ ვერ გაუძლო. ამიტომ სახლში იდგა 2 კუბო. და ეს არის ჩემთვის ყველაზე ტრავმული გამოცდილება, რომელზეც ხშირად ვცდილობ რომ არ ვიფიქრობ თქო. ბებია რამდენი წლის იყო? ბებია იყო 86 წლის. უკვე ასაკში იყო, მაგრამ იყო ძალიან ჯანზე, ესეთი ჯანიანი ქალი იყო, მშრომელი ქალი იყო. როგორც მეგრელ ქალებს შეეფერებათ, მაგრამ ხო ერთ დღეში გატეხა ამ ამბავმა. ერთ დღეში, სულ რამდენიმე საათში. მამაჩემი იყო 59 წლის. სრულიად ახალგაზრდა. და ხო, ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე და ეს იუმორიც ალბათ. მე ვერ მივალ მამაჩემამდე ისეთი იუმორი ჰქონდა და როდესაც მესმის ხოლმე ისტორიები მამაჩემის შესახებ, ეს ნიშნავს, რომ ის არ არის გარდაცვლილი, ის ჯერაც ცოცხლობს. მე ასე უყურებ ამ ამბავს და არ ვეგუები მის გარდაცვალებას. მე ძალიან ჩემთვისაც რთული არის ახლა შენი მოსმენა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიახლდება მეც ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი არის ნამდვილად მამაჩემი, რომელიც იყო ასევე ძალიან სიცოცხლით სავსე ადამიანი. ყველაზე დასამახსოვრებელი კომენტარი, რაც შენზე წაგიკითხავს, რა იყო? ეგეთი ბევრია. განსაკუთრებით ვაქცევ ხოლმე ყურადღებას, როდესაც ვინმე ქოცი აშიარებს და იწყება ხოლმე ლანძღვით. რომ მლანძღავს და ბოლოში ამბობს ხოლმე რომ მარა ტყუილს ამბობს რამეს. ეგეთები ხშირად არის ხოლმე და აი ბოლოს რაც მახსენდება, რაც დამიწერეს იყო ესეთი. მურად შალიკაშვილი 93-34 ესეთი ნიკით არის. მურად შალიკაშვილი. უიშვიათესი ნაცი, რომელსაც პატივს ვაფასებ და მიყვარს. ეს არ მომეწონა. ძალიან კაია. აი კომპლიმენტი. უიშვიათესი ნაცი. ეს როგორ გაწა უიშვიათი ნაცია. მანანა რო ამბობს გადასარევი ზონდერი ბავშვი.
უნდა ვთქვა, რომ შენ ხარ ყველაზე პესიმისტი ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ და ეს როგორ თავსდება, აი შენს იუმორთან, სამსახურებრივად გიწევს ხოლმე, იხუმრო თუ არ არის რთული? ანუ გეხუმრება? მე პესიმიზმსაც ხა ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ესე ვიტყოდი, რომ ფილოსოფიურად უყურებ. გრამშიანულად მე ვიტყოდი, იმიტომ რომ გრამშის ერთი ასეთი ფანტასტიკური სიტყვებია, რომელიც არის ჩემი რაღაცნაირად გზამკვლევი ბევრ რამეში. გონის პესიმიზმი, ნების ოპტიმიზმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა, რომ ჩვენ რა თქმა უნდა გონისმიერად უნდა გავსაჯოთ, სად ვართ, რაში ვართ და როდესაც გავსჯით, ცხადია, რომ რეალობა არის პესიმისტური, მაგრამ ნების ოპტიმიზმი. ნება და ვნება იმისათვის, რომ რაღაცა შეცვალო, ის რეალობა, რომელიც არ მოგწონს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე ასე უყურებ ამ ამბავს რა. და მე ვარ გამოსწორებელი ოპტიმისტი და შენ რო იწყებ ხოლმე, რომ არა, არაფერი ჩვენ არ გვეშველება, არა ბექა, უნდა ვიბრძოლოთ, მე რო გეუბნები. კი, ნამდვილად, ეგ შემართ, აი გარი ნება. ეგ არის ნება და როდესაც მე ვამბობ, რომ შეიძლება არაფერი არ გვეშველოს, ეს არის გონებრივი განსჯა, რომ აფასებ რეალობას და უყურებ რაღაცებს, ახდენ რაციონალიზებას პროცესების და უი არ არის კარგად საქმე, მაგრამ ნება არის ეგ, რომ აბარა დედას უტირებთ, შეიძლება რაღაცა შეიძლება. და ესე ქართველი შენთვის უფრო აზიატია თუ ევროპელი? იმიტომ რომ იცი კონტექსტი ეს რთული კითხვაა და მე მგონია, რომ ამას საბოლოო ჯამში კონკრეტულ დროს კონკრეტული პოლიტიკური ტენდენცია განაპირობებს. იმიტომ რომ ყოფილა ჩვენს ისტორიაში დროის გარკვეული მონაკვეთი, როდესაც ჩვენ უფრო აღმოსავლელები ვიყავით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ვიყავით უფრო დასავლელები, უფრო ევროპელები. აი პირველი რესპუბლიკა გადასარევი მაგალითია, ხო? ჩვენთან ქალს რო ქონდა ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით 15 თუ 20 წელიწადში, არა, 10 წელიწადში მისცეს საფრანგეთში ქალებს ხმის მიცემის უფლება, ხო? ამ თვალსაზრისით ძალიან დასავლურები ვიყავით იმ პერიოდში, ხო? რაღაცა მონაცვლეობს, ცირკულირებს ჩვენში ეს დასავლეთი და აღმოსავლეთი და ამიტომაც ვართ საინტერესო ხალხი სინამდვილეში. და ახლა ვინ ვართ? ახლა არ ვართ კარგად. ეს არის პრობლემა, რომ ნელ-ნელა ვწყდებით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში, აი ამ ბოლო 2 წლეულში, ხო, იყო ტენდენცია დასავლეთისკენ სვლის, რომ ეს რაც არის ჩვენში დასავლური საწყისები, მიეცა მეტი გასაქანი, მეტი სივრცე, ხო? მეტი თავისუფლება ამას და ახლა ამ პერიოდში მართველი პოლიტიკური კლასი ცდილობს, ძალმომრეობით ცდილობს, რომ ის რაც არის ჩვენში ევროპული მოკლას და დაასამაროს. და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. და არაბულ და ქართულ მენტალიტეტს შორის თავარი საერთო და განმასხვავებელი მაინც რა არის? ნუ განმასხვავებელი ისედაც რაც ყველამ ისედაც იცის და ცხადია და თვალხილული, ეს არის რელიგიური განსხვავება, ხო? რატო ვამბობ ამას და რატომ არის ეს ფუნდამენტური მნიშვნელობის? იმდენად, რამდენადაც რელიგია განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას, ხო? არაბისთვისაც და ქართველისთვისაც. მისთვის ისლამი, ჩვენთვის ქრისტიანობა, ხო? ამ თვალსაზრისით განსხვავება რა არის, ხო? ისლამი არის ბევრად უფრო დოგმატური, ბევრად უფრო მკაცრი. ისლამი დგას მორწმუნის აბსოლუტურ მორჩილებაზე ალლაჰისადმი. და ქრისტიანობა დგას თავისუფალ ნებაზე. მე არ ვამბობ, რომ ისლამი არ აძლევს, თქვათ, მუსლიმებს თავისუფლებას. კი ბატონო, აძლევს ნამდვილად. მაგრამ ქრისტიანობა ბევრად უფრო თავისუფალი რელიგია. ეს არის მთავარი განსხვავება ჩვენ შორის. მსგავსებაც რელიგიურია სინამდვილეში, ოღონდ სხვა კონტექსტში. და რა არის ეს მსგავსება? რო ავიღოთ, ხო, არაბული სამყარო, 22 არაბული ქვეყანა, ჩრდილო აფრიკის არაბული ქვეყნები, სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები და ეგრეთ წოდებული ნოყიერი ნახევარმთვარის არაბული ქვეყნები, ხო? მთლიანად არაბული სამყარო არის ძალიან რელიგიური. ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან გავართ მათ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოებაც არის ჰიპერრელიგიური საზოგადოება, შესაბამისად კონსერვატიული. აი ამ კონსერვატიულობაში გავართ ჩვენ ერთმანეთს ძალიან და სიახლის რთულად მიმღებლობაში. როგორ გინდა რომ დაამთავრონ ქოცებმა? რამე წარმოგიდგენია? თუ გინდა არაბულად მითხარი? არა, ქართულად გასაგებად ვიტყვი ყველამ რო გაიგოს. არაფერი ბრუტალური არის შეიძლება. არა, არაფერი ბრუტალური მართლა ლამაზად და კოხტად მინდა რომ დატოვონ ხელისუფლება და ძალაუფლება და
უბრალოდ დატოვა. უბრალოდ. მე ეს ამას ვისურვებდი. რა თქმა უნდა ვიღაცების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეს ყველა მიცის რომ დადგება, ხო? და სახელებიც ვიცით ამ ადამიანების. ანუ მე მომხრე ვარ მართლა გულით, გულწრფელად ვამბობ ამას, რომ დიდი საზოგადოებრივი კონსენსუსის. რომ რაღაცებზე, ხო, ნუ გასაგებია, ბევრ რამეზე არ ვთანხმდებით, მაგრამ აი უნდა მოუძებნოთ რაღაც ისეთი, რაც ყველას გვაერთიანებს. აი ხო შევძელით ჩვენ, ოდესაც ევროტურნირზე გავიდა საქართველოს ნაკრები. აი ხო ყოფილა რაღაც რაზეც შეგვიძლია რომ ყველანი შევთანხმდეთ. მაგრამ ხო, ნუ მე ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ეს პოლარიზება უნდა დასრულდეს რა, იმიტომ რომ არ არის ეს ბუნებრივი, არ არის ეს ჯანსაღი, რაშიც ჩვენ ახლა ყველანი ვცხოვრობთ და ახალ ხელისუფლებას ეგ პასუხისმგებლობა ექნება ასაღები, რომ ეს პოლარიზება დასრულდეს და არ გაგრძელდეს მერე პირიქით, რომ თქვათ როგორც ეძახიან კოლექტიურმა ნაცებმა დაჩაგრონ კოლექტიური ქოცები. ეს არ უნდა მოხდეს რა. და ქართველი ხალხი ბრძენია შენი აზრით? ქართველი ხალხი ცალსახად ბრძენია, მაგრამ შიერი. და როდესაც შია ადამიანს, მას უჭირს ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ქართველი ხალხი ცალსახად არის ბრძენი, იმიტომ რომ მას მიუღია ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს სიბრძნე არ ნიშნავს, ვთქვათ, იმას, რომ არ გაზღებ შეცდომისგან. იმიტომ რომ შეცდომების მოსვლია ქართულ ხალხს არაერთხელ. და საშიში არის საქართველოში ხუმრობა პოლიტიკაზე? რა თქმა უნდა. არ იცი რომ საშიშია. შენ ძალიან კარგად იცი რომ საშიშია. მე ვიტყოდი რომ არ მინდა ხა ძალიან ისე გამომივიდეს, რახან მე ხუმრობ ხოლმე. მაგრამ ხუმრობა ძალიან მძიმედ და მტკივნეულად იღებენ, მართლა. ძალიან მტკივნეულად იღებენ დაცინვას. ძალიან. აი ხა პარლამენტში არ მიშვებენ, იცი, აკრედიტაციას არ მაძლევენ. ხო, და რატო? აი რა უნდათ? ხო და არ იცი რა უნდა? ხო იცი? შაყირის ფობია. აბა რა აქვს. და ისე კემპი რატო გაქვს? გონია რომ ძალიან ბევრ მაყურებელს აქვს სურვილი რომ ეს მოვიდეს და ესე აგიწიოს. ეს და მიწერენ მე კომენტარებში მიწერენ. ხო, აიწიეთ. სულ მეგონა რომ მალავდი თმას. ხო. ვიფიქრე ეთყობა სიმელოტეს მალავს. მე მივხვდი რომ თვალებს მალავ. ხო, ნუ თმაც ითქვას რომ არ არის ფანტასტიკურ ფორმაში, ითქვას კობახიძის არ იყოს, მეც თხელით მამა. ხო, მე მგონი სწორად მივხვდი, მithქვამს ადრე თუ მithქვამს თუ შენით მივხვდი. მითხრეს რომ თვალებს მალავს. ხო და თვალებს კი არ მალავ უბრალოდ რაღაცნაირად მე ვარ მორიდებული კაცი. მორიდებული კაცი. კამერასთან ძალიან მიჭირს მე ურთიერთობა სინამდვილეში. აი ხო ვერ წარმოიდგენს ვერავინმა. და ეს არის ზღუდე. რომელიც რაღაცა დისტანციას აჩენს ჩემსა და კამერას შორის, ანუ ჩემსა და მაყურებელს შორის და ეს დისტანცია ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამე ნიჭი გაქვს, რაც ჩვენ არ ვიცით? დოლზე და ტამტამზე უკრავ. ეგ ვიცოდი. საიდან იცოდე? აი რაღაცა მახსოვს. არსად არ გაგიკეთებია არაფერი? ერთხელ და სტორილი მქონდა იმაზე ინსტაგრამზე რაღაცა 10 წამიდან. მე შენი ფანი ვარ, ყველაფერს ვადევნებ თვალყურს. ხო, ერთადერთი ეგ, რაღაცების თარგმნა ალბათ, თარგმნი პოეზიას არაბულიდან. გაქვს 3 წუთი, რომ მიმართო მერყევ კოდს და გადაარწმუნო. გამოიყენე ამ 3 წუთი. დამცინი. ითქვას პირდაპირ რომ დამცინი, ხო, ეხლა 3 წუთი. აბა რავი 6 წელია უჩიჩინე გამხალხს და უყვირი და ხან არ უყვირი და თვილად ველაპარაკები რომ ხალხო არ არის საქმე ისე როგორც თქვენ გონიათ და არ შველის 6 წელია ამას ვაკეთებ და ეხლა 3 წუთში რა უნდა ჩავატიო რა უნდა ვთქვა ისეთი რომ ეხლა ჩემი შეთვესაც იყოფიან ისინი და ჩვენ ასე უყურებ შენს მათ ხალხი საზოგადოება ჩვენ და ისინი ეგ თუ იყოფა ორად ესე არ იყოფა იმიტომ რომ მე როდესაც გადაცემას წერ პირობითად წერ ამ გადაცემას ჩემი მაყურებლებისთვის და მათთვის ვინც ვთქვათ მე იდეურად შეიძლება არ მეთანხმებოდეს ხო წარმოიდგენ ხოლმე არ ყოფ ეგრე კი აბა რა და ვიცი რომ იყურებენ და არ ყოფ ჩვენიანებად და მტრებად რა ანუ ესე არ ყოფ საზოგადოებას მაგრამ ჩვენ და ისინი მაქვს მაშინ როდესაც საქმე შეეხება ქართული ოცნების ჩინოვნიკებს ქართული ოცნების არ ვიცი ვის აი ამ ტიტუშკებს და მათ
დამკვეთებს. ამ შემთხვევაში ნამდვილად მაქვს ეს განრიდება. იდეოლოგიური, მორალური, ეთიკური და კულტურულიც და საერთოდ ყველანაირი. შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება, ბექა? გონია არ შეგეკითხებოდი. ესე არ ქსიამოვნებს პირად ცხოვრებას საუბარი? მე ხო არა, არ მსიამოვნებს რა, პირიქით ყველაზე სასიამოვნო, ერთადერთი სასიამოვნო, რაზეც შეიძლება ვილაპარაკო, არის ჩემი პირადი ცხოვრება, სადაც ყველაფერი ფანტასტიურად არის და არის დიდი ჰარმონია და ასე შემდეგ, მაგრამ რატო არ მომწონს თქვათ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ არ მინდა რომ საფრთხის ქვეშ დადგეს. ეს ჩვენი პირადიც გახდა ძალიან პოლიტიკური სინამდვილეში, ხო? ხედავთ ყოველდღურად როგორ ემუქრებიან ადამიანებს ცოლით, ბავშვებით, ოჯახით და ასე შემდეგ და ამდენად ეს არის სხვანაირად ინტიმური და სხვანაირად დაცული სივრცე. ნამდვილად, მაგრამ მე მახსოვს ნინი მომიყვა, როგორ გაიცანეთ შენ და ნინი ერთმანეთი. ეს იყო უნივერსიტეტში. შენ იყავი ლექციას კითხულობდი. საშინლად წავიკითხე. ნინი ამბობს, რომ ძალიან კარგად წაიკითხე და შენ ამბობ, რომ საშინლად წაიკითხე და ეს სულ ხდება, როცა ბექა ამბობს, რომ რაღაცა საშინლად აკეთებს და ნინი ეუბნება, რომ არ აკეთებს საშინლად. მარტო აი ეს არის თქვენი ურთიერთობის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ჩემთვის ფორმა. მე და ნინი ვიცნობდით, ვთქვათ, ეს ერთმანეთს, მაგრამ მაშინ ნინისაც თავისუფალი უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და თავისუფალ უნივერსიტეტში კითხულობდი ამ ლექციას, რომელსაც ლექციას ვერ დავარქმევ, ეს აბსოლუტური კოლაფსი, დაცემა, ადამიანური და პროფესიული შეიძლება ითქვას, სასახად. და ამ რაღაცა ძალიან დავისტრესე, მორჩა ეს ლექცია, მოვიდნენ რა კარგი იყო, რა საინტერესო იყო, მაგრამ ხო ხვდები, რომ საშინელება იყო და მოვიდა დინი, რომელმაც აი ამიხსნა რატომ იყო ეს ლექცია კარგი. პირველი შეხვედრას მიმოწერა გქონდა, მაგრამ პირველად იქ შევხვდით ერთმანეთს და დაინახა ჩემი წაშლილი სახე. სრულიად განადგურებული რაღაცა, ვერც ვეკონტაქტები, ვერც ველაპარაკები, ვერც ვერაფერი და მისი საუბარი იყო ძალიან თერაპიული, იმიტომ რომ მიხვდა, რომ თუ შეხება იყო, რა კარგი ლექცია იყო, არ მშველოდა მაგ სიტუაციაში, უფრო ფუნდამენტური შველა იყო საჭირო და ამიხსნა, აი ეს ნაწილი ესეთ კარგი იყო, აქ ესე კარგად ილაპარაკე, აქ ძალიან კონკრეტულ დეტალებზე ილაპარაკა და მომეშვა. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება? კი, შეიძლება ითქვას. მე ეგრე ვარ საერთოდ, სხვათა შორის. მართლა? სიყვარული თუ არის ერთი ნახვით. შეეთხლიშო ეგრევე. უნდა შეეთხლიშო და ბორჩა. ეგ არის. ნინიც ეგრევე შეგეთხლიშა? არ ვიცი, სხვათა შორის. არ ვიცი, კი არ მიკითხავს ეს, მაგრამ რა მე მგონია რომ იმ ფორმაში რა ფორმაშიც მაშინ ვიყავი ეგრე ვერ შემეთხლიშებოდა ეგრე საწოდავი ადამიანი რა არის მე მგონია რომ რაღაც ატრაკებს ეს ბიჭი რაღაცას და უცებ რაღაცა დათრგუნული და ვაიმეს რა საშინლად წავიკითხეს ლექცია ეს რა იყო ჩემი ცხოვრება დასრულდა და სრული ის არის ანუ რაც ხდება ხოლმე ისა დაიწყე შენი ურთიერთობა იმიტომ რომ მე რაც მინახავს ძირითადად შენ წუწუნებ და ნინი უძლებს შენს წუწუნს. კი, ასეა. შენ საყვარელი ფილმი? შერეკილები. კი ბატონო, გიждები. საყვარელი წიგნი? ძალიან რთულია ხა. ეს კითხვა ბლიცკი არის, მაგრამ ძალიან რთულია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წიგნია ასეთი და ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა წიგნი ყოფილა, რომელსაც რაღაც ფუნდამენტური ტრანსფორმაცია მოუხდენია ჩემი. მაგრამ აი პირველი რაც მაფიქრდება მაგაზე არის ტომ სოიერის თავგადასავალი. შენ რომ კარგ ქვეყანაში ცხოვრობდა, რას გააკეთებდი? იქნებოდი ალბათ უნივერსიტეტში პროფესორი არაბისტიკის და თარგმნიდი არაბულ ლიტერატურას. ცხოვრების აზრი რაშია? სიყვარულში. როგორ ფიქრობ, რა არის შენი ყველაზე დიდი მიღწევა? ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა? სიმართლე გითხრა, ყველაფერი წინ მაქვს, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ რაღაცა დიდი მიღწევა, რაღაცა მგონია რომ არ მაქვს დიდი მიღწევა ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ. რომელ ცოცხალ ადამიანს ცემ ყველაზე დიდ პატივს? ბიძინა თქვი. ბიძინა თქვი. ბიძინას.
და ისე ხუმრობის garaშე. მე ვიცი ვის უპასუხებდი მზიას. მზია კი ბატონო. მზია. აბსოლუტურად გეთანხმები. აბსოლუტურად გეთანხმები. მზია ამახლა. საოცარი ადამიანი. მე ერთხელ დავწერე Facebook-ზე, რომ მზიამ ამ ბრძოლაში, ხო, ამ საერთო ბრძოლაში თვალში დაკარგა სინათლე, მაგრამ ყველას სინდისის თვალი აგვიხილა მეთქი. და მართლა ასე. ეს არის ქალი, ინტროვერტი, თავის საქმეზე შეყვარებული, არასაჯარო, მას არ უყვარდა საჯაროობა, მას არ უყვარდა ხმაური, არასოდეს მისი გვარსახელი არ გაუგია ფართო აუდიტორიას, თორე ის იყო პროფესიონალი თავის საქმეზე და აი ასეთმა ყველა ხელისუფლების დროს და ყველა ხელისუფლების დროს ხმალ ამოღებული იბრძოდა ოღონ ჩუმად იბრძოდა ოღონ ხმალ ამოღებული თავისუფალი დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის და ეს რაღაცა სიჩუმეში ჭრდილში მყოფი ქალი ასე თავად ქართულმა ოცნებამ არ დაუტოვა მას სხვა გზა და შეზძინა ის როლი და ფუნქცია, რაც აი მაგას მომბაფსო, რომ კიდე რამდენი გმირია ვინ იცის ჩვენ შორის და არ ვიცით ნამდვილად. მამაცი. ზოლტან ფაბრია ერთი ასეთი უნგრელი რეჟისორი და აქვს ნათქვამი, რომ ტრაგიკულია ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ელემენტარული პატიოსნება გმირობად ითვლებაო. და ჩვენ გვიწევს ასეთ საზოგადოებაში დღეს ცხოვრება და ხო გამახსენდა დიმიტრი ბიკოვის ხოთა შორის ესეთი ცნობილი რუსი პოეტია, რომელიც გაქცეულია ცხადია რუსეთიდან ვერც ვერ დაბრუნდება, იმიტომ რომ დაიჭერენ და რა ვიცი რამდენი წელი 30 თუ 40 წელი აქვს მის ჯილი საქართველოშიც იყო ჩამოსული. არ დაწეროს და დაბრუნდება. კარგი ხარ. მოდა თქვა რომ აიო არანაირად ჩემი მიზანი არ ყოფილა გმირობაო. აი მაიძულეთ რომ გმირი გამხდარიყავიო. ამ ხალხს ხო აი ვინ არის ხო რუსთაველის გამზირზე ხო? არც ერთის მიზანი არ არის რომ აი ახლა მე გმირი უნდა გავხდე და ესა და ახაცა. აიძულებენ ამ ხალხს რომ იყვნენ გმირები. სად ისურვებდი ცხოვრებას? საქართველოში სადაც ვცხოვრობ, გადასარევად ვარ და გადასარევად ვარ, რანაირად ხარ გადასარევად. აი, მაგრამ ანუ იცი რატო თქვი გადასარევად, იმიტომ რომ მე ვიცი რა რთულია ემიგრაცია. არ მიცხოვრია როგორც ემიგრანტს, მაგრამ მიცხოვრია როგორც სტუდენტს სხვა ქვეყანაში და შენ ანუ როდესაც წყდები შენ სამშობლოს, ეს არის ხალხო უმძიმესი რაღაც. ძალიან, იმიტომ რომ სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფია, მარტო ეს განზომილება არ აქვს. სამშობლოს აქვს სხვა განზომილებაც, ემოციური განზომილება. ეგ არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. აი რომ მიდიხარ ქვეყნიდან თითქოს ეს ჯაჭვი მოყვება და ბოლოს აი ბორკილი გადევს. ეს ემოციაა ეს ბორკილი სინამდვილეში, რომელიც მიგეკაჩება უკან შენ სამშობლოში და არ გამოდის ჩემი ქვეყნის გარეშე, მე არ შემიძლია ცხოვრება. ანუ დიდი ხნით სადმე წავიდე და იქ ვიცხოვრო, ნუ ამას ცხოვრებას ვერ დავაკეთე. ხო, და ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანში? მიამიტობა. არა, ბევრი რაღაც მაღიზიანებს ზოგადად ადამიანში, მაგრამ ეხა პირველი რაც გამომხდა ეს არის. მე გქონდა კორუფცია და რაღაც. არა, ეხა შემიძლია ჩამოთვალო, ძალიან დიდი სია, ლონგლისტი. კაი, იყავს. რამე სიტყვა და ფრაზა არის, რასაც იყენებ ყველაზე ხშირად? აქ და ახლა. აჰა. რატი მითხრა მაღლობელმა, რომ ამასო იყენებო სიტყვა პარაზიტატო. აქ და ახლა. ხშირად ვიყენებ. როგორც ვიღაცები ანუს მაგალითად. მე ვამბობ რომ აქ და ახლა სიგიჟე არ ვიცი საიდან მოვიდა ეს, მაგრამ ეხლა ნახე, უნდა ვკითხოთ ChatGPT-ს, ჩემთან სტუმრად არის ბექა ყორშია. რას ამბობს? ბექა, რომელ მომენტში მიხვდი, რომ შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბრძოლა საკუთარ თავთან გაქვს და არა სხვებთანო? ამოჭერით. ნუ საკუთარ თავთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, არის პირველადი, მე ვიტყოდი და სხვებთან ბრძოლა თუ საბრძოლია არის ყოველთვის მეორადი. თვითგამორკვევა, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა არის უნიშნელოვანესი ამის გარეშე. ჭირს სხვას ებრძოლო თუ საკუთარ თავს არ იცნობ კარგად, ხო და მე ძალიან კარგად ვიცნობ საკუთარ თავს. რა არის ჩემი ძლიერი მხარე, რა არის ჩემი სუსტი მხარე. და მუშაობ ამ სუსტი მხარეების, ასე ვთქვათ, ჩაჩოჩებაზე კი არა,
რომ ეს სისუსტე რაღაცნაირად ძლიერებად ვაქციო. რა სამი ნივთი მოგვიტანე? მე მაქვს 2 ნივთი და 2-ვე არის წიგნი. ხო და მესამე რაღაცნაირად ვერ მოვიფიქრე. კი არა და ერთის მოტანაც მინდოდა, მაგრამ რატომღაც გადავწყვეტე რომ არ წამომეღო. მესამეს თავზე გაფარია. კი ბატონო, კარგი ხარ ვიკა. სწორია, კეპი. ეს არის ნიზარ კაბანის ლექსების კრებული, ეს არის სირიელი პოეტი. ჩვენ პრინციპში რაც უნდა მომეყოლა, მე იმაზე ვისაუბრეთ. ჩემს ქუვეითში ყოფნას უკავშირდება და იმ სტრესს, რომელზეც მე უკვე ერთხელ ვილაპარაკე. ამას ხათაშორის მაშინ დაემატა კიდე ერთი დიდი პრობლემა, ემოციური პრობლემა პირად ცხოვრებაში, რომ რაღაცნაირად მე და ჩემი შეყვარებული მაშინ დავშორდით. აჰა. და ისედაც მარტოობაში ვიყავი იქ და ისედაც გაუცხოებაში და ასე შემდეგ და შინაგანი გაუცხოებას დაემატა ამ ყველაფერს და ეს შეამჩნია ჩემმა ჯგუფელმა და არაბმა ჯგუფელმა და მაჩუკა ეს ლექსების კრებული ნიზარ კაბანიო შენაირი დაუპული კაც ნაცვალები კაცი არისო დაუგებთ ერთმანეთსო მართლა ეს კრებული არის ჩემთვის რაღაცა სანუკვარი მე ვიტყოდი იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა მაშინ ამ ლექსების კითხვა გადამატანინა შეიძლება ითქვას მთელი ეს სტრესი მთელი არა მაგრამ რაღაცებში ჯიგრულად კაცურად მხარში დამიდგა ნიზარ კაბანი მეორე ნივთი უკავშირდება სამეგრელოს და ჩემს დიდ ბებიას რომელიც ასევე ერთხელ უკვე ვახსენეთ ბარბარე ჭუჭბა გულორდავას ბარბარე ჭუჭბა სახელია ბარბარე ერქვა მაგრამ ნუ იცნობდნენ როგორც ჭუჭბას ეძახდნენ და 103 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩემი გამზრდელი ბებია შეიძლება ითქვას რომელიც მიკითხავდა ბავშვობაში მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ ამ მეგრულ ზღაპრებს და მითებს ეს კი ქართულად არის ხოთა შორის ქართული არ იცოდა კარგად ძალიან ფაქტობრივად ქართული არის კაშმაფა ოჩოკოჩი და ასე შემდეგ ხო კი ბატონო ხო ყველა მეგრელის ამასობაში ყველა მეგრელის საყვარელი წიგნი აი მე რა მეგრული მითოსი ჩემთვის არის რაღაცნაირად მაბრუნებს სამეგრელოსთან მახსენებს სამეგრელოს მახსენებს ჩემს დიდ ბებიას და ამდენად ეს არის ძალიან ძვირფასი და ეს წიგნიც არის ამ წარსულის გაფრთხილება წარსულის რატო ვამბობ წარსულს კაცო რა წარსულზეა ლაპარაკი აწმყო სინამდვილეში და მომავალი და მომავალი რომ გავიხანგრძლივოთ ბექა იმისთვის რომ შენს ბარბარე ჭუჭბა გულორდავასავით 100 წლას 3 წლამდე იცხოვრო პერსპენ გამოაგზავნა თავის მოვლის საშუალებები რომელიც მუდმივ მარადიულ ახალგაზრდობას შეგრძნეს საჭიროა მაშინ სტრესის ფონზე განსაკუთრებით კი მაშინ ჭუჭმა სხვანაირ ჰაერზე იყო სად იყო ასეთი დაბინძურებული ჰაერი ეკოლოგია სხვანაირად იყო და ახლა უკვე ჩვენ, როდესაც ამდენი გამოწვება, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ჩვენს კანს, რომ არ დაბერდეს და გამოგვიგზავნა PSP სრულიად შესანიშნავი პროდუქცია. ეს არის დასაბანი სახის გელი ბექა. ნორმალური და მშრალი კანისთვის ეფექტურად წმენს კანს და მასში არის ჩაის ხის ზეთი, რომელიც ხელს უშლის კანის გამოშრობას. ასე რომ მე ისეთ რამეს კი არ გთავაზობ, ყველაფერი ძვირფასი და დიდებული. შემდეგ ამით კი არ მორჩა ყველაფერი. აქ გვაქვს ჩვენ კიდევ შრატი. ეს არის ასევე მამაკაცის შრატი, ახალგაზრდა და ჯანსაღი კანისთვის და სოხუმზე რო გეკითხებოდი ისეთი პატარა ყოფილხარ რომ შენთვის არის ზუსტად ახალგაზრდა კანისთვის. აქვე აღნიშნა რომ ძალიან ბებერს გავხარვან. ქვეტექსტურად ეს იგულისხმობ იკამ, მაგრამ არა უშავს. არა, აღადგენს ბუნებრივ კანის ბარიერს და იცავს გარემო ფაქტორების ზემოქმედებისგან კანს. ასევე არსრულდება გადასარევია. ეს არის სახის დამატენიანებელი კრემი.
ასევე მშრალი და ნორმალური კანისთვის და ჰიალურონის მჟავა აქვს ამას და ეს არის აი მართლა ეხა კაცის რო არ იყოს ამას დავიტოვებთ, იმიტომ რომ ჰიალურონის მჟავა იცი როგორია ჩემთვის ესე წამწდება ხოლმე ხელი. და რა თქმა უნდა, რატომ? იმიტომ რომ ნაადრევი დაბერების პროცესს უშლის და რა თუნდა ამ ლაწირაკს რა დროს ამის სიბერეა, მაგრამ კაი. და კიდევ არ სრულდება მართლა ხალხო? აი არ სრულდება და ეს ძალიან დახარჯულ ხარ, ძალიან. რესიპის სახის დამატენიანებელი კრემი 100%-იანი დერმატოლოგიურად შემოწმებული და საერთოდ ეს რესიპი არის ძალიან მაგარი ბრენდი და აი ამ ყველაფერს აი ამ ჩანთაში ჩაილაგებ. კი ბატონო. და ივლი ამ ჩანთით. არ ივლი და შენი აჯობებს. იცოდე, ჩემი საყვარელი PSP და ყოველთვის აი PSP რამდენს ნიშნავს რაღაცა კარგ კომპანიას რო ვუწევ ხოლმე რეკლამას, იმიტომ რომ გეტყვი პირდაპირ ეს ის ნაწილია გადაცემის, რომელიც რაღაცნაირად ყოველთვის უხერხულობაში მაგდებდა მე პირადად და როდესაც მიყვარს კომპანია იმის პროდუქციას, აი თამამად ვთავაზობ ხოლმე ჩვენს სტუმარს, იმიტომ რომ PSP-ს დამსახურება არის, რომ ჩვენ გადაცემა არის. და ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ იქ მუშაობს ფანტასტიკური ხალხი. ფანტასტიკური ხალხი და მათ შორის ჩვენი ქეთა წიწკიშვილიც. მართლა? არ იცოდი, მე გითხარი. კაი რა. კი ბატონო. ანუ ნაცი ხარი ხალხი წავთო. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ბექა შენ. აი მართლა ძალიან სასიამოვნო იყო ყოველგვარი ყალბი პათეტიკის გარეშე. აქვე დაგემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებდით. შეგიძლიათ უკვე დაიწყოთ ის კომენტარები, რასაც წერთ ხოლმე ბექა ყორშიას ქვემოთ. ბექა ყორში არის ნაცი, მაგრამ საუკეთესო ნაცი. და ან გადასარევი გარეწარი. დაიწყეთ უკვე წერეთ და გემშვიდობებით ხვალამდე. კი არა და გემშვიდობებით შემდეგ კვირამდე.